წელს უნივერსიტეტში სწავლა 29 სექტემბერს დავიწყეთ. ჩვეულზე ცოტა უფრო მოგვიანებით და ძალიან კარგი მიზეზი გვაქვს საამისოდ. პირველი კორპუსი, რომელიც რუსთაველის 113-ში მდებარეობს, პირველი კორპუსის სახურავის სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. შესაბამისად ტენდერი გამოცხადებულია, სავარაუდოდ ტენდერმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა და აი უახლოეს დღეებში ხელშეკრულებას მოეწერება ხელი და დაიწყება კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია, რომელიც პროექტის მიხედვით 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, წელს ორივე კორპუსის პროგრამები, აქ ერთ კორპუსში ვიწყებთ სწავლას, ცხრილები შედგენილია და ვნახეთ, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ თქვათ, განვათავსოთ სტუდენტები ისე, რომ სწავლის ხარისხს და სწავლების ხარისხს არანაირი დაბრკოლება არ შეხვდეს. წლევანდელი სიახლე ის გახლავთ, რომ ჩვენ სტუდენტებს პირველ კურსელები მივიღეთ 2-3 წლიან პროგრამაზე, საჯარო მმართველობის 3 წლიან პროგრამაზე და ბიზნესის ადმინისტრირების 3 წლიან პროგრამაზე. მათგან ბიზნესის ადმინისტრირების 3 წლიანი პროგრამა სტუდენტმა უნდა დააფინანსოს, საჯარო მმართველობა სახელმწიფოს დაფინანსებით არის. და გვაქვს მეორე პროგრამა, ეს არის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, სადაც სტუდენტები თვით დაფინანსებით სწავლობენ. დანარჩენია ყველა პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.